გამარჯობათ, პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კვლავ ეთერშია და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი არჩილ ჯავახაძე. ბატონი არჩილ ჯავახაძე გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება და მას ბევრი იცნობს, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ უფრო ახლოს გაიცნოთ და იცოდეთ ამ შემოქმედი ადამიანის მოღვაწეობა. გამარჯობათ ბატონო არჩილ. მოგესალმებით ბატონო მამუკა. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის ბაგრატოვანის სტუმარი ბრძანდებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ჩვენთვისაც დიდი პატივი არის ეს. და ძალიან მოხარული ვარ, რომ მე მინდა პატივცემულ ტელემაყურებელს მივცე ინფორმაცია, გადავცე ინფორმაცია, რომ წინა გადაცემაზე ჩვენთან გახლდათ ბატონი გოჩა ლაღიძე, რომელიც გახლავთ წარმომადგენელი საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის საპატიო წევრი, ორდენის კავალერი და წარმომადგენელი ნიდერლანდების სამეფოში. და ასევე თქვენ იქნებით წარმომადგენელი ნიდერლანდების სამეფოში, რაც ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან დიდი პატივია, რა თქმა უნდა. და ესეთი პიროვნების, როგორც თქვენ ბრძანდებით და ახლა მე პატივცემულ ტელემაყურებელს მოკლედ ვეტყვი თქვენი ნამუშევრების შესახებ თუ თქვენ რა მხოლოდ შემოქმედებას ეწევით. ბატონი არჩილ ჯავახაძის ნაშრომები. ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი. იცით გამომცემლობა იმპერია თბილისი 2005 წელი. ნიდერლანდურ-ქართული ნიდერლანდური ლექსიკონი გამომცემლობა პეგასუსი ამსტერდამი ნიდერლანდები 2013 წელი. ნიკოლას ვიციანი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ტარტარეთი საქართველო ანუ იბერია და სამეგრელო. ქართული თარგმანი კომენტარებით გამომცემლობა უნივერსალი თბილისი 2013 წელი. კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა ნიდერლანდური თარგმანი გამომცემლობა ჰააგა ნიდერლანდები UTPI არის ესეთი 2015 წელი. დათო ტურაშვილის ტყეების მეფე ლეგენდები დავით აღმაშენებელზე. ნიდერლანდური თარგმანი გამომცემლობა UTPI ჰააგა ნიდერლანდები 2016 წელი. გურამ ოდიშარიას პრეზიდენტის კატა ნიდერლანდური თარგმანი გამომცემლობა UTPI ჰააგა ნიდერლანდები 2017 წელი. იაკობ ცურტაველის შუშანიკის წამება ნიდერლანდური თარგმანი გამომცემლობა UTPI ჰააგა ნიდერლანდები 2018 წელი. არჩილ ჯავახაძე დოკუმენტური პროზა ნიდერლანდების სამეფოს პრინცი ბერნარდი. სხვადასხვა პატივცემულ ტელემაყურებლებო, აი ეს წიგნი ბატონმა არჩილმა გადმომცა საჩუქრად და მე ძალიან ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ, რომ ეს წიგნი არის ჩემს კოლექციაში ახლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბატონო არჩილ და ამ წიგნს დაუბრუნდეთ მოგვიანებით. ეხლას გავაგრძელებ უკაცრავად. ესე იგი ნიკო ბაგრატიონის ნიკო ბური მოგონებები ბურებთან ნიდერლანდური თარგმანი გამომცემლობა UTPI ჰააგა ნიდერლანდები 2020 წელი. კონდრატე თათარაშვილის უიარაღო ისტორიული რომანი მამლუქი ნიდერლანდური თარგმანი გამომცემლობა UTPI ჰააგა ნიდერლანდები 2021 წელი. გურამ ოდიშარიას დევნილთა უღელტეხილი ნიდერლანდური თარგმანი გამომცემლობა UTPI ჰააგა ნიდერლანდები 2022 წელი. გრიგოლ რობაქიძის რომანი გველის პერანგი ნიდერლანდური თარგმანი გამომცემლობა UTPI ჰააგა ნიდერლანდები 2022 წელი. არჩილ ჯავახაძე Prince Bernard of Kingdom of the Netherlands გამომცემლობა UTPI ჰააგა ნიდერლანდები 2023 წელი. გურამო ოდიშარია და დაურ ნაჭყებია ორი კავკასიური რომანი ნიდერლანდური თარგმანი გამომცემლობა UTPI ჰააგა ნიდერლანდები 2023 წელი. შეიძლება უკაცრავად პატივცემულ ტელემაყურებლებო ზუსტად
U2PI შეიძლება ცოტა სხვანაირად გამოითქვას, მაგრამ ამაზე უკაცრავ. U2P. კეთილი. დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი ნიდერლანდური თარგმანი ნიდერლანდებში დაფუძნებული ქართული სამოყვარო თეატრი ათინათის სპექტაკლისთვის ნიდერლანდები 2023 წელი. ესე იგი ბატონი არჩილის და ბატონი ფხაკაძეს ნიდერლანდური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია, ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს 2022 წელი. ისე რამხელა საქმე გააკეთეთ თქვენ რომ ლექსიკონი ქართულ და ნიდერლანდური ლექსიკონი ფაქტიურად ამას დაუბრუნდებით ჩვენ რამხელა შრომა არის ჩადებული და რამხელა საქმე არის გაკეთებული. გრიგოლ რობაქიძის რომანი მეგი ქართველი გოგონა ნიდერლანდური თარგმანი გამოცემულობა U2PI ჰააგა ნიდერლანდები 2024 წელი. კოლაუ ნადირაძის ლექსი 25 თებერვალი ნიდერლანდური თარგმანი ბროშურა შოთა რუსთაველი 21 საუკუნეში ნიდერლანდური თარგმანი საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თბილისი 2024 წელი. ბროშურა მომზადებულია ქართული როგორც უცხოენის სწავლების პროგრამის მიხედვით. ალექსანდრ ნარსია მინიმები ნიდერლანდური თარგმანი 2025 წელი. გურამ ოდიშარიას სათვალიანი ბომბი ნიდერლანდური თარგმანი გამოცემულობა U2PI ჰააგა ნიდერლანდები 2025 წელი. გიორგი კეკელიძე დედა და ილია ნიდერლანდური თარგმანი 2025 წელი. ვაჟა ფშაველა მოთხრობები, პოემები და ლექსები. ნიდერლანდური თარგმანი გამოცემულობა U2PI ჰააგა ნიდერლანდები 2025 წელი. ახლა ამის უკვე რამხელა შრომადებს ხო წარმოგიდგენიათ პატივცემულო ტელემაყურებლებო ეს უსარმაზარი შრომა არის და მე იცით ბატონმა არჩილმა მე საკმაოდ ინფორმაცია მომაწოდა მისი მოღვაწეობის შესახებ და იცით ახლა ჩემი გადაცემის წაყვანა და ჩემი გულწრფელობის ამბავი რომ ხანდახან ისეთ რამესაც ვიძახი რომელიც შეიძლება არც უნდა ითქვას მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო რომ ვერ მოვასწარი კარგად გავცნობოდი როგორც საჭიროა და ამ ინფორმაციას და მე მინდა რომ გთხოვოთ თქვენ რომ პირველ რიგში დავიწყოთ აი იმ ლექსიკონზე ლექსიკონის შესახებ და არა ზოგადად პირველი კითხვა ალბათ იქნება ის რომ ზოგადად თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ და როგორ აღმოჩნდით ნიდერლანდებში ანუ თქვენი ცხოვრების აი ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდი შეიძლება ესე ითქვას ნიშნულოვანი იყო ნამდვილად, მაგრამ ალბათ შეიძლება არასასიამოვნო. ნუ ეს 90-იანი წლების დასაწყისი იყო. რაირია ხო. მეც ცოტა ესე თანამდებობებზე მუშაობდი მანამდე ის, მაგრამ რაირია დაერია. უკვე ოჯახის პატარა ბავშვი მყავდა 5 წლის ნინიკო და ისა და ისეთი სიტუაციებშიც მოვყევით, რომ ნუ მოკლედ გადავწყვიტეთ წასვლა და შემთხვევით მოხდა სადაც მოვახერხეთ ნიდერლანდები იყო პირველის მე უფრო ალბათ ამერიკას ფიქრობდი, იმიტომ რომ ინგლისურს ფლობდი. საკმაოდ კაი დონეზე და მაგრამ ნუ რო არ გამოვიდა ოჯახით ვიზა და ისე, მოკლედ მოხდით ნიდერლანდებში. საკმაოდ სწრაფად მივიღეთ, ესე იგი, ცხოვრების ნებართვა და დავიწყეთ ცხოვრება და პირველ დღიდანვე დავიწყეთ თითქმის, ესე იგი, ენის შესწავლა. და ენას როგორ ესე იგი ქართულ ნიდერლანდური არაფერი არ არსებობდა საერთოდ აქ ლიტერატურას ლექსიკონები არაფერი და ნუ რუსულს ხმარობდით. რუსულსაც ფლობ საკმაოდ და მაგრამ აი ეს მომინდა ქართულის გაკეთება და მაინც ქართულად რო დავიწყე ნელ-ნელა რომ მივყევი რამდენიმე წელი იქ გავიცანი ენათმეცნიერი რუსული სპეციალისტი იყო მუშაობდა რუსულ ლექსიკონზე და მე ვთხარ იქ გავაკეთოთ მეთქი ქართული და ნუ რომ დავიწყეთ რამდენიმე წელი ერთად ვიმუშავეთ შემდეგ ჩემი მეუღლე დაფეხმძიმნა ის უკვე ისეთი ის იყო და ნუ მოკლედ იმანაც თავიგანე მე გავაგრძელე და დაახლოებით ეს 2004-2005 წელი იყო 94-დან ესე იგი დაახლოებით 2095-დან რო დავიწყე დაახლოებით 9 წელი რო ვიმუშავე ჩემი მეუღლის მეგობარი იყო ჩვენთან სტუმრად ჩამოსული ლალი გელაშვილი ხო და იმამით ხამხელა შრომა გაქონდა იქნებ გამოუშვათო და დაგეხმარება საქართველოში ამ ლექსიკონის გამოცემაში. კარგი მოვთხარი, დიდი სიამონებით და ნუ გამოიცა ეს პირველი ლექსიკონი. ხო და
ნუ ძირითადად იყო, ესე იგი, ჰოლანდიური ქართული იყო პირველი, ჰოლანდიური სიტყვა და ქართული თარგმანი სიტყვა და რამდენიმე სინონიმი. ნუ ესეთი ის იყო. ხო და ნუ ეს წავიღე ჰოლანდიაში მითხეს რომ მაინც და მაინცო, ესე იგი, ტრანსკრიფციები არ არის, სინონიმები, როდის რა იხმარება, თუ სულ ერთია როდის რა იხმარება. ესე იგი არ არის იმდენად, ესე იგი ენის შემსწავლელთათვის, ვინც ენა იცის, იმისთვის გასაგებია, მაგრამ ვინც ქართული არ იცის, იმათვის საკმაოდ რთულია. დამაკავშირდეს ამსტერდამის უნივერსიტეტთან, ლექსიკოგრაფთან, ხო და ვიმ ჰოსელა არის ესეთი დიდი რუსულ-ქართული ლექსიკონია გამოცემული და იმასთან ერთად და რო ვთქვათ, ესე იგი 9 წელი ხო პირველ გამოცემაზე ვიმუშავე და ესე კიდე 8 წელი ფაქტიურად ამ კაცმა, ესე იგი რო ვთქვათ, გამწურა, რომ დამეყენებინა ესეთ დონეზე, რა თქმა უნდა, ტრანსკრიფცია, მერე გრამატიკა, მესამე პირშიც ხმარება, წინონდებაში ხმარება, მოკლედ ნუ საკმაოდ და ორივე მხარე დიდად გაფართოვდა და ნუ 1500 გვერდიანია დაახლოებით 1400 რაღაც. ხო და ნუ მოკლედ ესე იგი საკმაოდ ქართველებს თითქმის ყველას აქვს, ალბათ ჰოლანდიაში, აქაც ვისთანაც ჰოლანდიასთან შეხება აქვს, იქაც და აქაც საქართველოს და თითქმის ყველას ექნება ეს ლექსიკონი. შემდეგ ამ ლექსიკონს ხმარობენ ლაიდენის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული კათედრა. ნუ კურსები არის, მთლიანად არ არის და მოკლედ იქაც ხმარობენ და აქაც ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ხმარობენ შესასწავლად. ამის და ესე იგი 17 წლის რო ვთქვათ, ესე ვამგოლებ ნაშრომი. საკმაოდ დიდი ალბათ ცხოვრების ნაწილია, ჩემი თითოეული რაც წაიკითხეთ, ნაწარმოები არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ესე იგი, ამას ყველაფერს თან ხო, ეს ჩემ ცხოვრებაში არის შემოჭრილი ყველაფერი და ეს რომ მოვჭი 17 წლის შემდეგ ვიფიქრე, ნუ თუ მორჩა ცხოვრებას, აზრი ესე იგი და 17 წელი რასაც მუშაობდა რომ მორჩები, აზრი ხوار დაეგარგა ცხოვრებას. აი ბატონო არჩილ, ჩვენ ახლა დაახლოებით საუბრობთ ალბათ სადღაც 10 წუთი იქნება და აი ეს ითქვა 10 წუთში აი ეს ყველაფერი და ამის უკან რამდენი წლები და რამდენი შრომა არის და აი წარმოგიდგენთ ის განცდაც რომ თქვენ ამბობთ რომ აი ეს რომ დამთავრდა ხო როგორი ამის გაკეთება ჯერ ამხელა ეროვნული საქმეა და ამხელა რამდენად მნიშვნელოვანი საქმეა ეს არის უდიდესი საქმე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აი ამ შრომისთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ფონდის დინასტიის სახელით აი ესეთი ბაგრატოვანთა დინასტიის სახელით თქვენ აი ამ შრომისთვის და აი მართლა ძალიან დასაფასებელია ეს ყველაფერი დიდი მადლობა და აი დიახ გააგრძელებთ შემდეგ გავაგრძელებ ხო და ნუ მოკლედ ეს რომ დამთავრდა ვეძებ ახლა რა უნდა გაკეთდეს და გავიგე ესე იგი რომ იყო ესეთი ამსტერდამის ბურგამისტრი მე-17 საუკუნეში მე-17-18-ის დასაწყისში ნიკოლას ვიცენი. დიახ. როცა იყო პეტრე პირველი ჩამოსული და მისი ბიძაშვილი ალექსანდრე ბაგრატიონი. ალექსანდრე ბაგრატიონმა შეისწავლა არტილერია, იყო პირველი გენერალი ამ რუსეთის იმპერიის არტილერიის და პეტრე პირველმა გემჩენილობა შეისწავლა. და ამ დაწერა წიგნი საკმაოდ დიდი ნაშრომი არის აღმოსავლეთ ესა და ჩრდილოეთ ტარტარეთი. პოლონეთის აღმოსავლეთით რაც იყო სამწო ყველაფერს ტარტარეთს ეძახდნენ ევროპელები. ხო და ორი თავი არის, დიდი თავი საკმაოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, ესე იგი გეორგია ანუ იბერია და მეორე თავი მეგრელია. და ამ კაცმა შეაგროვა რაც კი ევროპაში ამ სოფლიოში ცნობილი იყო ანტიკური პერიოდიდან აი მე-17 საუკუნის ჩათვლით რაც ცნობილი იყო საქართველოს შესახებ. ინფორმაცია. გაუდიდეს ეს ინფორმაცია საოცრება. ხო და ეს ბევრი ინფორმაცია, ხო და ეს რომ ძველ ჰოლანდიურად ეწერა, ამის მეც მიჭირდა ჩემი ქალიშვილიც მეხმარებოდა რომ ეს ძველ ჰოლანდიური საკმაოდ რთული არის, ხო? მე ახალი თანამედროვე ჰოლანდიური მქონდა ნასწავლი და ნუ მოკლედ ეს რამდენიმე წელი ამაზე ვიმუშავე და აქაც მე ჩამოვიტანე მეცნიერებათა აკადემიაში მქონდა პრეზენტაცია ხო და ისეთი რაღაცები ეწერა, რომლებმაც საქართველოშიც უცნობი იყო. მაგალითად, რომ შავი და კასპიის ზღვა რო გაერთიანებული იყო, ეს პატარა ის მომენტი არის თურმე და ესეთი, ნუ ძალიან ბევრი ისტორიული სიტუაციები დიდებულია, ნუ არ ვიცი, ხა მე ვარ გაოგნებული. ეხლა გავიგე, მე აი ამ ეს ნიუანსები, აი ესეთი
ნიუანსები ძალიან საინტერესო წიგნი არის, ხო და შემდეგ პირველი რაც შემდეგ მინდა ქართული ლიტერატურა გავაცნო. ჩემი მიზანი არის დღემდე, რომ საქართველოს ისტორია და კულტურა გავაცნო ევროპას. და ამისთვის ესე იგი დავიწყე ამაზე შრომა, რო ვთქვათ, ესე და პირველი რაც ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, რა თქმა უნდა, დიდოსტატის მარჯვენა. კონსტანტინე გამსახურდიას ეს ჩვენი ის იყო, ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ნაშრომი პროზაში, ხო და მოკლედ ეს გავაკეთეთ. ესეც ამაზეც რამდენიმე წელი ვიმუშავეთ, ესეც გამოვეცით და ესე შემდეგ მიყვა, აგერ 23 ნაწარმოები არის უკვე. ხო, შემდეგ რა თქმა უნდა დათო ტურაშვილმა დაწერა დავით აღმაშენებელზე და მეც მინდოდა უფრო თანამედროვე ენით არის, ახალგაზრდული იმით და ესეც საინტერესო იყო. ესეც ვაჩვენე და ესე ნელ-ნელა მოყვა. ესე იგი, ერთ-ერთი თქვათ ნაწარმოებში რას აღნიშნავდი, მაგრამ შუშანიკის წამებას. ესე იგი, და კიდე რა მომენტი მინდა თქვა, გინდა ყველა ნაწარმოებში პირველადვე რო დავიწყე, თქვათ ახსენებენ რომელიღაც ან მეფეს, ან რომელიღაც ბრძოლას. ან იმას ჰოლანდიელებისთვის ეს უცნობია, ხო, ეს რო დატოვო ესე ხო? გაბრძოლაზე საუბარი და ესე იგი, თითქმის ყველა გვერდზე არის სკოლიოები, სადაც მოყვანილია ან პიროვნება ვინ არის, ან ბრძოლა და ფაქტიურად ჩემ ნაწარმოებს რომ კითხულობენ, საქართველოს ისტორიასაც სწავლობენ ფაქტიურად. მოყვება მთელი საქართველოს ისტორიაც. მშვენიერია. ესეც საინტერესოა, ამის გარდა მარტო ლიტერატურული ნაშრომის გარდა საქართველოს ისტორიაც მოყვება. და შუშანიკის წამებაზე ერთ-ერთი მომენტი არის საინტერესო. ხო და დავპატიჟე შუშანიკის წამებაზე ენათმეცნიერები და ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ენათმეცნიერი იყო ჰოფმანი. ხო და სამეფო ოჯახთან დაახლოებული პიროვნება იყო, იმათ მათ ჰიმნზე ქონდა ეს ნაშრომი გაკეთებული, როგორ და როგორ საიდან მოდის და ისინი. ამის კვლევა ქონდა ჩატარებული და ესეც დავპატიჟე და ეს აუხსენ, ეს არის ჩვენი ყველაზე ძველი წიგნი, რომელიც შემორჩა. მაგრამ ყველაზე ძველი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ნაწარმოები ისეთი ლიტერატურული ენით არის დაწერილი, რომ პირველად ვერ დაწერ ამას, ხო? ესე იგი რაღაც სკოლა უნდა იყოს გავლილი. შემდეგ ესე იგი ნახე სახარებიდან არის ციტატები და ერთმანეთს ციტატებით ესაუბრებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე სახარებაც გაათარგმნილია და ისი არის ცნობილი უკვე, რომ ხალხი ერთმანეთს სახარებიდან. საქართველოში ამას სკოლაში არ გვასწავლიდნენ. ქვემოთ მოყვანილი მაქვს, რომელი თქვათ მარკოსის ესა და ესა და იოანე და რომ თვითონაც ნახონ, რომ ნამდვილად რო წაიკითხავენ, შეადარებენ, ნამდვილად იქიდან არის მოყვანილი. და ის უთხარი ალბათ როგორ ფიქრობთ მეთქი, რომელი აი რა პერიოდის იქნება მეთქი ეს ნაწერი და იცით რაო, ჰოლანდიური პირველი თარგმანი ლათინურიდან გაკეთა მე-12 საუკუნეში და თავად ჰოლანდიურად პირველი ნაწარმოები შეიქმნა მე-13 საუკუნეში და თქვენი მე-18 თუ მე-19-ო. მე-18 რო თქვა იფიქრა რომ ცოტა ის არ შეცბესო და მე-19-ო და არა მე-4 მე-5 საუკუნე არის და ძალიან გაუკვირდა რომ მე-5 საუკუნე წერა-კითხვა იცოდა წერა-კითხვა მოყვება მე-11 საუკუნიდან ჩვენ წერთ არის ხო თან ხორმული თან ისა და ეს პრეზენტაცია რომ მქონდა თან ესე იგი ქართულ იმაზე დამწერლობაზეც მქონდა პრეზენტაცია ესე ყველაფერიც ამასაც მივაყოლე მე რომ ეს ძველია უბრალოდ უფრო ბევრად ძველი ისტორია გვაქვს და ლიტერატურა და დამწერლობა და უბრალოდ სამწუხაროდ დაიკარგა სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ალბათ დიდი ლიტერატურა გვექნებოდა ხა მე-11 საუკუნეში ასოები თუ გამოიგონე, ტყუილად ხომ არ გამოიგონებდნენ ალბათ წერდნენ, ხო? ნაშრომებს რა თქმა უნდა. ბატონო, რა შეასაქმე? ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ანუ ძირითადი ჩვენი ლიტერატურული და ეს თუნდაც დოკუმენტები და ძველი არქივი თემურლენგმა გაიტანა. საქართველოსთან და ვიცით სად არის პატივცემულოდელი მაყურებელი ვიცით და თუ დიახ იქ არის ნამდვილად და სამარყანდში დიახ ზუსტად აი ხა თქვენ მიხვედით ლოგიკურად რომ იქ არის და სხვათა შორის ძალიან გვინდა რომ ეს დავაბრუნოთ წარმოიდგინეთ შეიძლება იქ შოთა რუსთაველის ის აღმოჩნდეს
სხვა ნაწარმოებები, იმიტომ რომ ეს უფრო ძველიც და ნუ არ ვიცი. აი დიახ, ეს ყველაფერი რაც თქვენ საუბრობთ იქში სამარყატში ვარ, ნამყოფი ზუსტად იქ მავზოლეუმში და მოკლედ ძლივს შევიკავე თავი. აქ არის ეს ჩვენი გამონადგურებელი, მაგრამ ნუ ახლა სtildeობა არ ასიზამ, ახლა თავი შევიკავე ძლივს. ნუ რა ასიზამ, ეგეთი არის. და შემდეგ ესე იგი ეს ლიტერატურას და ისტორიას ხო ძირითადი არის, რა თქმა უნდა. და მე მინდოდა ჩვენი პრობლემის გამეცნო მაგალითად აფხაზეთის შესახებ. შემდეგ გავიცანი ბატონი გურამოდიშარია და ძალიან საინტერესო ნაწარმოებები აქვს აფხაზეთზე და ეს ნაწარმოები უკვე ახლა აი ბოლო ნაწარმოებიც ახლა გამოდის და ძალიან საინტერესო აქვს აფხაზეთის შესახებ და ნუ ნელ-ნელა კარგად გაქვთ აი სისტემა გაკეთებული, ანუ საქართველოს გაცნობის რომ თანამედროვე სტილით ცდილობთ ჩაახედოთ ესე ვთქვათ პრიზმა იმითი რა ქვია გამადიდებლით ჩაახედოთ არქაულ პერიოდში რომ მათთვის ასაქმელი იყოს ეს. დიახ. ეს ძალიან ეს ცალკე კიდე შეხელოვნებაა, იმიტომ რომ ერთი ახლა უცებ უთარგმნო რაღაც და მიაწოდო ინფორმაცია და მეორეა რომ ეს მათ სულამდე მიიტანო და მათ აღქმადობამდე მიიტანო და აი ეს ძალიან დიდი ნიჭია და ეს ცალკე კიდე მადლობას იმსახურებს და დაფასებას. და ამ პერიოდში რა თქმა უნდა ვეძებ კიდე არქივებში და იმეებში ძალიანაც რუქები ესე იგი რა მიწერ მიმოწერა და რაღაცები ვიპოვე, ესე იგი არქივ მეორის მიმოწერები რაღაცები და გადმოვეცი აქ აკადემიას, მეცნიერთა აკადემიას და იმას ინსტიტუტებს და მოკლედ ესეც ყველაფერი რაც ჰოლანდიაში საქართველოზე იყო ცნობილი ყველაფერი მოკლედ მოვიძიე და შემთხვევით ერთ-ერთ იმას მივაგენი ესეთი პრინცი ბერნარდი იყო მე რო ჩავედი მაშინ ბეატრიქსი იყო დედოფალი აი თქვენ მე რო წიგნი მაჩვენეთ ამასთან დაკავშირებით მე შეიძლება კი მივყევი ყველაფერს მაგრამ აი ეს წიგნი არის პატივცემულო ტელემაყურებლებო და გააგრძელეთ თქვენ მე ეს ხელში კი ბატონო ეს პრინცი ბერნარდი ძალიან განსაკუთრებული პიროვნება იყო ამ ბეატრიქსის მამა იყო და ეხლა მეფე ვინც არის ესე ბეატრიქსის შვილი არის ვილემ ალექსანდერი და ესე იგი ეს ბაბუა იყო ესე იგი დღევანდელი მეფის ხო და ესეთი მომენტს მივაგენი რომ ესე იგი ერთ-ერთი ის მომენტი უწერიათ რომ ესე იგი ეს ბერნარდი რომ მოკლედ 38 წელია ავსტრია-გერმანიაში არის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, სამეფო გვარი ჩასული არის, იულიანა არის პრინცესა, 18 წლის ქალიშვილია და მოკლედ ევროპის სოფლიო პრინცები და ეს ზედაფენა მოკლედ გარშემო უვლის და შემთხვევით თხილამურზე სრიალის დროს გაიცნო ბერნარდი. ხო და ნუ ისე გამოელაპარაკა და ამ თავისი ინტელექტით და იმით ისე მოხიბლა რომ დედამისე უგნება დედოფალს რომ მე თუ გავყვები მარტო ამას და ვინ არის ეს უცნობი პიროვნება ვიღა გერმანიიდან ჩამოსული უცნობი ახლა სამეფო გვარის წარმომადგენელი არ არის და ნუ ვინ არის და არა მე მარტო ამას გავყვები და ნუ დედოფალმა მისცა სათანადო ორგანოებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დაზვერვას დაახლოებით რომ ინფორმაცია გამოგონება და ეს პირველი წერია ამ პატაკში დედოფლისადმი რომ ესეთი სიტუაცია რომ ეს დაიბადა პრინც ფონიპე ბისტერფელდის ოჯახში დედა არის არმგარდი შედარებით ახალგაზრდა ეს მამა ოფიციალური შედარებით უხნიერი კაცია და ყავთ მეჯინებეთ ხუცესი ალექსი პანჩულიძევი და ყველა მიცისო ყველა ამბობსო რომ ეს ალექსის შვილი არისო ბიჭია ხო და ნუ ეს ჩემთვის იყო წარმოიდგინეთ რამხელა აღმოჩენა და დავიწყე ესე იგი აი უკანა წერია რამდენი ნაშრომი და რამდენი წიგნი ესე იგი არქივებში და ეს ყველაფერი და ნუ მოკლედ ესეთ სიტუაცია არის ძალიან საინტერესო პიროვნება იყო თვითონ აი ეს ალექსი პანჩულიძე ესე იგი ეს არმგარდი გაიცნო დაახლოებით 1909 წელს ისიც ავსტრიაში რაღაც შეჯიბრებებზე იყო ცხენოსნობის შემდეგ ის გახდა ნიკოლოზ მეორის ჰუსარი დაცვის ჰუსარი და 1917 წელს რევოლუციის მერე ჯერ ფინეთში გადავიდა და
იქიდან არმგართან, ესე იგი, მიმოწერა ქონდათ, ესე იგი, იმდენად ეს დარჩენილი ამდენი წლები, მიმოწერა ქონდა და რა ვქნათ, წამოვიდიოდა. მოდიო ჩვენთან მოდიო და ჩვენო ეს საჯინიბო გვაქვს ერთ-ერთი უდიდესი ევროპის და ჩამოდიო ჩვენთან მოგაწყობთო რა. ნუ ჩამოვიდა ამ არმგართან, რა თქმა უნდა და ამას უკვე ეს ბიჭი ყავს ბერნარდი და მოკლედ ეს დარჩა და ეს არის ამის აღმზრდელი. ესე იგი, სულ, ესე იგი ეს ალექსის აჩრდილსაც ეძახდნენ, სულ ერთად იყვნენ ყველგან ეს ჯინიბობა და კაცობა და ვაჟკაცობა და ყველანაირი ეს ამას შეასწავლა. და როგორც ცნობილია შემდეგ ეს ოფიციალური მამა რო გარდაიცვალა, მერე ამას გაყვა ესეთი ცნობები არის, პირდაპირ ბევრი რამე არ დასტურდება, იმიტომ რომ ფაქტიურად ამის აღიარება ოფიციალურად არ ხდება. ასაგებია ხო, იგივე პეტრე პირველის ისტორია, რომელიც ყველა მიცის, მაგრამ ახლა ეს ოფიციალურად ეს ხო და ის ზუსტად თავიდან ვახსენე რომ ბიძაშვილები იყვნენ, ერეკლე პირველის შვილი იყო პეტრე და არჩილ მეორის ალექსანდრე. ხო და ზუსტად ერთად გაიზარდნენ ისინიც და ის ერთად იყვნენ და ზუსტად ჩემ წიგნშიც არის აი პირველ წიგნში სურათი ესე პეტრე პირველის და ნიკოლოზ პირველის. ესე იგი, ნუ ტრუპისალებივით არიან აი ესეთი ულაშები რომ აქვთ, ესე იგი, ნუ ფაქტები რაღაცნაირად და მიყვარს რაღაც საინტერესო ფაქტების მოძებნა. ხო და ნუ მოკლედ ეს პიროვნება შემდეგ ამან შეისწავლა ტანკის ტარება, თვითმფრინავის ტარება, მანქანების ისა ძალიან ის იყო ეს ბერნარდი ძალიან ისა. ახლა ლოზანის ეკონომიური უმაღლესი სკოლა დაამთავრა, მერე ბერლინში იურიდიული ფაკულტეტი, ძალიან ესეთ განვითარებული პიროვნება იყო და ესე იგი, ესეთ სიტუაცია ომი რო იწყება, ესე იგი, ამას შესთავაზეს ჩამოვიდა გერმანელი, ერთ-ერთი გენერალი და ამას უთხრეს რომ შეხვედრა არის ამსტერდამის ცენტრში და ამას შესთავაზა რომ თქვენი სამეფო აღარ იქნებაო და შენ გნიშნავთო, დაგნიშნავთო ნიდერლანდების, ნიდერლანდ ნიშნავს დაბალი მიწების. ნუ ამ პროვინციის გენერალ-გუბერნატორათო. ამან ახლა თქვენ არ გაბედოთო აქ არაფერი, არამე არ შეგეშალოთო ესე დაუბარა. ხო და ნუ მოკლედ ესე ცნობილია დაახლოებით ესეც საინტერესო ისტორია არის, რომ ომის პერიოდში დაახლოებით ჰოლანდიელებმა სამი თვითმფრინავი ჩამოაგდეს გერმანელების ეს რაც მოახერხეს. იმიტომ რომ ესეთი არმია არ ყავდათ, მე რო ვნახე სურათები და ომამდე ისე ველოსიპედებით და იმით იძნენ ისა და ახლა გერმანიას ესეთი არმია რო შემოვიდა ესე პირდაპირ მარტო შემოსვლა იყო. ნუ რომ ხო და ამას არ ჯეროდა ხა გერმანელი ხო ნუ წარმოშობით ხა ქართველი არის, მაგრამ ნუ ოფიციალურად გერმანელი არის წარმოშობით, კაი გაზდილი და ნუ დედაც გერმანელი და არ ეჯერა რომ ეს გერმანია შეიძლება შემოჭრილიყო ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში და ესე იგი ზიან საუზმობენ დილით და შემოვიდა ადიუტანტი და ეუბნება რომ დაგვესხნენ თავსო მოფრინავე თვითმფრინავებიო და ეს ავიდა სახურავზე და ტყვიამქვევით ორი თვითმფრინავი ამის ჩამოგდებული ამ სამიდან გერმანელების. და შემდეგ ესე იგი ოჯახი გაიყვანა, ყველამ თქვა ოჯახი და მთავრობა გავიდა ინგლისში და ეს არ წყნარდება, მე ესე ვერ დავწყნარდებიო ახლა. ინგლისი არ ეომება, ცალკე არის, ჩავიდა საფრანგეთში და მოკლედ ეს წინააღმდეგ მოძრაობაში იმას საფრანგეთიც მალე დაეცა და ესიც დაბრუნდა ინგლისში. და ინგლისიდან დაიწყო ესე ეგრეთ წოდებული ქვიას წინააღმდეგობის მოძრაობა ნიდერლანდებში ჩამოყოლე ფაქტობრივად პარტიზანული პარტიზანების მოძრაობა და აქედან აგზავნიდნენ იარაღს. რა თქმა უნდა ეს ერთად იყო ესე იგი ინგლისის მიხუთი სამხედრო დაზვერვასთან ერთად, ესე იგი ამას ყველაფერს აკეთებდნენ და იქ გაიცნო ერთ-ერთი მაშინ წარმომადგენელი იყო ამ სამხედრო დაზვერვის მიხუთის იან ფლემინგი. და ესე იგი ერთად ესე იგი ეს წლები ერთად გაატარეს, ეს ეხმარებოდნენ ამათ სამეფო გვარს კონდათ მანჰეტენზე რაღაც რამდენიმე სახლი ისა და ის გაყიდეს იმით თვითმფრინავები შეიძინეს, ეს ძალიან ჩართული იყო სამეფო გვარი. მოკლედ იბრძოდა ბოლომდე და როგორც მეფეს უნდა გაეკეთებინა და იბრძოდა ბოლომდე, მთავრობა ამბობდა რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, მაგრამ ამან არა ჩვენ მაქსიმალურ წინააღმდეგობა და ესე იგი იან ფლემინგი იმდენად იყო ესე იგი შარმირებული რო ვთქვათ ესე ლამაზად ამ პიროვნებით რომ ომის შემდეგ დაწერა წიგნი. ბერნარდი ყველას ესე ეცნობოდა. აი Bernard, Prince Bernard.
წიგნი იწყება ესე, I am Bond, James Bond. ეს ბატონი არის აი სურათი შეხედეთ. James Bond-ის პროტოტიპი. თვითონ იმათ კი არა რომ ისევე იქცეოდა, უბრალოდ როგორიც ტიპაჟი იყო, თვითონ პიროვნება თოთე ეხლა ეს დაზვერვაში და აქეთ-იქით კი არ დარბოდა. უბრალოდ როგორც სახასიათო და პიროვნება და სულისკვეთება და მებრძოლის სული. კი, ხო და ძალიან ისეთი ის არის, ძალიან საინტერესო პიროვნება და ესე იგი ამას ყავდა კიდე ამ ომის პერიოდში ცალკე იყო სული იბრძოდა და კიდე ორი მეგობარი ქალი ყავდა და შეეძინათ ქალიშვილები და ორივე ქალიშვილს დაარქვია ალექსია დაარქვა. ალექსიის მამისის გასაგებია რომ ამას ატარებდა სულ ხო გასაგებია და აი ხო ამას აღიარება ხდება, მაგრამ ნუ შეიძლება ზედმეტსაც ვლაპარაკობ, მაგრამ ნუ ჩემ აზრს ვიძახე ხლა უბრალოდ ხო, შემდეგ ეს ვილემი, საერთოდ ვილემ არის ყველა მეფის სახელი. თავიდან ვილემ პირველმა გაერთიანა პროვინციები, 12 პროვინცია და შექმნა ნიდერლანდების სამეფო. იყო ჩრდილოეთ ჰოლანდია, სამხრეთ ჰოლანდია, ბრაბანტი და ნუ 12 პროვინცია და ეს მოყვება ყველა ვილემი. ეს ახლა ვილემ მეხუთე თუ მეექვსე უნდა გამختارიყო, გახდა ვილემ ალექსანდერი. ეს მეფე. და ამასაც სამი ქალიშვილი ყავს და მეორე ქალიშვილსაც ალექსია ქვია. რატომღაც შემთხვევით სახელები ემთხვევა. ხო, ანუ იკვეთება აქ უკვე. იკვეთება და ეს წიგნი დავწერე ჯერ ქართულად, იმიტომ რომ არ მინდოდა ეს ქართულად გამოიცა ეს წიგნი და მეთქი, მინდოდა რომ შეიძლება ჰოლანდიელებსაც გავასწრო, მაგრამ არ მინდოდა რომ ჭორები დაწყებული იყო. ჩემი იმით ესე იგი რომ ეს ესეთი იყო, ასეთი იყო, მე რა უფლება მაქვს ამისი, ხო? მაგრამ მაინც მინდოდა გავაკეთე ინგლისურად. და ჩავამატე მომენტები. ამ ვილემ ალექსანდერს ყავს მეუღლე არგენტინელი. ამ ბერნარდის მეგობრის შვილია. ხო, იმან გააცნო ძალიან ისეთი ოჯახიდანაც იყო და ესე იგი ეს მამამისი ამ ვინც არის ახლა ეს დედოფალი არის ემიგრანტი ბასკეთიდან. და არგენტინაში იყო ბასკების სათვისტომოს თავმჯდომარე. ესე იგი სულით ბასკია, ესე იგი იბერიელია. იბერიელი. და მოკლედ ესეც ჩავწერე, რომ ეს იბერიელებიც ძველი კავშირი და ისა მაინც რაღაც იბერიული და ხო და ესეც არ არის საბოლოოდ დამტკიცებული, მაგრამ ახლა ესეთ გვარები და ადგილმდებარეობა და ისი რეალურად არის იმის მოსაზრება შეიძლება ამას საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს, რომ თქვენ ეს მოსაზრება არის. კი, ახლა მე ამას ვერაფერს ვერ ვამტკიცებ, მაგრამ მოსაზრება არის, იმიტომ რომ სხვადასხვა მეცნიერებმა თავისი ის გადავდა. ჩემი ესე იგი ფაქტიურად მეცნიერულ აზრებს ვეყნობი, მაგრამ საბოლოოდ დადასტურებული არ არის. ხო, აი მაგ ციკლაური არის გვარი, ახლა ციკლაური, საიდან მოხდებოდა ახლა ბასკეთში არის გვარი ციკლაური, ხო? და თან ხევსურული ხო, ხევსურული და ისინი ხო, მოკლედ და აი ესე ნელ-ნელა მიყვები რაც ის არის და ერთ-ერთი კიდე იყო თხოვნაც იყო იმის მერე ესე იგი ვარ მთხოვეს ვარ ესე იგი საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი ვარ, ძალიან ეს ტრადიცია და ის ძალიან ქართული, ესე იგი შეიძლება მანამდე აქ ვიყავი, რა თქმა უნდა საქართველოს მიყვარდა და აფხაზეთშიც ვარ ნამყოფი, ოსეთშიც ის იმ პერიოდში ისა და ყოველთვის უკან არ დამიხევია საქართველოსთვის ერთი წამით, მაგრამ იქ უფრო რაღაც გამიმღრმავდა ეს რაღაც ეროვნული გრძნობები და იმიტომ ეს ჩოხოსანიც გავხდი, შემდეგ ფაზის აკადემიის წევრიც ვარ და თქვენთანაც ჩემო მეგობარმა გოჩამ რომ მითხრა ესეთი არისო, თუ ისე მე ვთხარით ჩემთვის იმხელა პატივია წარმოიდგინეთ რომ თქვენი საზოგადოების უკვე ბაგრატოვანთა წრეში უკვე ხო ეს ჩემთვის არის საამაყო ძალიან და ესეთ თხოვნების მქონდა რამდენიმე ესეთ საინტერესო პიროვნებისგან ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარისგან ისე იქნებ შოთა რუსთაველიც გადათარგმნო და იცით რა არის აი სხვადასხვა ნაწარმოებებში ძალიან ბევრში არის მოყვანილი მაგალითად ნიკო ბურს ნიკო ბაგრატიონსაც მოყვანილი სკოლაში რო სწავლობდა როგორ ასწავლინენ რამდენიმე ის ქონდა ეს შოთა რუსთაველიდან მაგალითად იმაშიც მამლუქშიც
ის მღვდელი რომ წაიყვანს, ის ასწავლის, ხო? ვეფხისტყაოსანს ასწავლი და იქიდანაც და ბევრი ისინი მაქვს ნაწილები. ხო და ნუ საკმაოდ ის არის, მაგრამ ნუ ბოლომდე მთლად, ეხლა უკვე 65 წლის ვარ და ესე იგი, ნუ ცხოვრება ალბათ არ მეყოფა და გავიგე რომ გამოვიდა ეს ძალიან საინტერესო ცხოველებისთვის საინტერესო ნაწარმოები შოთა რუსთაველი 21 საუკუნეში. აი რომელიც თქვენ მე დიახ ეს არის ეს ვაჩვენოთ ეხლა პატარებმა მოკლე შინაარსი არის. ხო და ვინ იყო შოთა როგორ იყო და ზეგლები და ისე და საინტერესო და ეს გამოვიდა ესეთი ორენოვანი და აქაც არის კიდევ ლაიდენში დიახ ლაიდენშიც არის ლაიდენი არის ნიდერლანდებში ქალაქი სადაც ესე იგი პოეზია კედლებზე ესე ქვია და სხვადასხვა ესე მსოფლიოდან ყველა პოეზიიდან ნაწყვეტებია და აი ლაიდენშიც არის ესეთი შენობა და მაგრამ ქართულად წერია ესე იგი ეს ამონარიდან და არავინ არის ის რა წერილი ჩამოვილის ხო ვინმე და ესეც ზუსტად ეს ჩავსვით ესე იგი ეს ნაწილიც ჩავსვით ესე იგი ჰოლანდიურ და ამოჯახს ეს სახლია და რომ გამოვიდა მიუტანე ამოჯახს იცით რა წერია მე ვთხარი და აგერ ეს თქვენი როიცოდეთ რა წერია ამ კედელს და ყველას ვთილობ რომ ეს საკმაოდ ბევრი წარმოვიღე და ესე იგი ვისაც კი ვიცნობ ჰოლანდიაში ესე ყველას ურიგებ ვთილობ რომ ყველას დაურიგო რომ გაეცნონ ესე იგი ესეთ ამხელა იმას და მას ვამბობ ისიც პრეზენტაციებს რომ მქონდა ესე იგი ჩემი აზრი კი არა უკვე რამდენზემა გამოთქვა და ჩემი აზრიც ის დათქვა ესე იგი რო ვთქვა ბიბლიის და სახარების შემდეგ ამაზე ძლიერი ნაწარმოები არ შექმნია რომ დედამიწაზე და აი გული მწყდებოდა მაგრამ ესეც ყველამ რო იცოდეს ესე იგი ყველაზე ძდით პოეტად ითვლება დანტე ალიგიერი და რაზე წერს დანტე ალიგიერი ხო ჯოჯოხეთში სეირნობაზე ხო და აქ რა წერია სიყვარული და მეგობრობა ხო ხალხმა სამეფოები დათმო და მეგობარს გაყვნენ და ბოლომდე და რამხელა ის არის ხო და ჯერ ის 16 მარცვლიანი და ეს 1600 კუპლეტიანი ესეთი ნაწარმოები ნუ ხა სასაულია და ნუ რომ იმდენად რო არ იცნობენ იმიტომ რომ რთულია იმის თარგმანიც კი არის ინგლისურად იმათის მაგრამ მშობლიურ ენაზე როცა არის უფრო იცნობენ მაგრამ ნუ ნელ-ნელა ვთილობ ესეც რაღაცნაირად კიდევ მაქსიმალურად გადავთარგმნა ვაჩვენო ჩვენ ნიდერლანდურ საზოგადოებას. ხო და აი სარა ეს არის უდიდესი საქმე. ჩემი ცხოვრების მიზნად დავისახე რომ ესე წარმოაჩინა ჩვენი ისტორია და კულტურა და ნუ რამდენად გამომდის ეს უკვე დრო გვაჩვენებს. მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგად გამოგდით და არ ვიცი რა ეს აი არის ესეთი რამ რო აი თქვენი სიკაშკაშე აი ჩვენი ესე რომ ვთქვათ ჩვენი სულის ამოძახილს აი ესე რომ ვთქვათ ანათებს მთელ იმ სივრცეში რა სივრცეშიც თქვენ ცხოვრობთ აი მართლა რა საოცარი აი ეს ერთი მომენტის დამატება მომდა აი ეს ინგლისურად რომ გადავთარგმნე მეთქი ხო და გადავეცით ეს მეფეს გადაესეს გაიგზავნა მეფეს და ახლა ვიფიქრე ახლა ჰოლანდიიდან არ მომიწიოს სასულა არ გამიბრაზდნენ და მომივიდა მადლობის წერილი. ნუ მადლობა დიდი მადლობა ყურადღებისთვისო. ახლა რო წეინოდათ ალბათ არ გამოგზავნიდნენ ალბათ ხო? და რა თქმა უნდა ეს წერილიც მაქვს ესე იგი დიდი მადლობა. ნუ რა თქმა უნდა ახლა ხელმოწერილი არის ესე იგი სამდივნოს უფროსის მისი აღმატებულება მეფის და მისი აღმატებულება დედოფლის სახელით. მადლობას მოგახსენებთ და ესეც ძალიან გულზე რბილად ესე მომხდა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი და კიდე ის ბოლო მომენტი ბოლო არის ვაჟაფშაველასაც მივადექი ხო და ეს ნაწარმოებიც არის და ეს მომენტიც კიდე მინდა აღვნიშნო ძალიან ყველაფერი ყურადღებით გისმენთ ვაჟაფშაველაზე და ვეძებდი ყდა რა გავაკეთო ხო და ვეძებდი ახლა პორტრეტები არის ვაჟას ისა და მოვძებნე ესე იგი ვაჟაფშაველა ზის ხის ძირში ხმელი წიფელის ძირში რო ეს იმით რომ არის გადაჩეხილი და ხელში უჭერავს შვილსნუკის ნამბობი და მაღლა ზის არწივი ესე იგი პერსონაჟები ნაწარმოებიდან
და თან რა მინდოდა სულ ესე იგი სოფლიოში ალბათ ბავშვი ყველა ყოფილა ხო ალბათ და ვიც გაიზარდა ბემბი ყველა მიცის მე მგონი დედამიწას ბემბის შესახებ და რომ ეს არის შვილის ნუკრის ამბობი ეს არის ვაჟაფშავას ნაწარმოები ეს შემთხვევით ამაზე ისტორიები არის როგორ მოხდა ის ამერიკაში და როგორ ის დიახ აქ ანუ ეს არის წყარო პირველ წყარო საიდანაც გავიდა ეს ინფორმაცია ხო და მოკლედ და ეს ნახატი მომეწონა და ვეძებ ახლა ესე იგი ვისი არის იმიტომ არ მინდა ახლა ისე რომ ისა ვიღაცას ეწყინოს საავტორო უფლებები არის და არავის საავტორო უფლების არღვევას არ ვაპირებ სიკეთის გაკეთება მინდა და რატო უნდა რაღაცა არასასიკეთო გავაკეთო რა თქმა უნდა და ნუ მოვძებნე არის ყოფილი ბატონი ზვიად მაღრაძე ხო და ნუ ვინ არის რა არის ესე იგი ძალიან რთულად მივაგენი ამ ბატონს ზვიად მაღრაძეს და დაუკავშირდი მეუთხარე ესეთი და ესეთი არის მეთქი და მინდა ესე იგი იმდენად ესე იგი ერთ-ერთი ყველაზე წიგნისთვის რომელი არის ყველაზე ესე იგი თვალსაჩინო ნაშრომი ხო თავის პერსონაჟებით რო არის ვაჟა და აქეთ მითხრა დიდი მადლობაო ჩემთვისო სიამაყეა იქნებაო და წიგს ჩამოვიტან მეთქი გადმოსცემთ ესო ჩვენ ესე იგი ჩემი შვილებისთვის და იმისთვის ესე იგი ძალიან საამაყო იქნება და ისე მოხდა გულზე ესე იგი სასიკეთოდ ესე იგი ყველაფერთვის ვზად ვიყავი რა თქმა უნდა და ის არის მაგრამ ესე იგი პირიქით ადამიანმა ისე თბილად დახვდა რომ აი მინდა პირადად თქვენ ტელევიზიის საშუალებით დიდი მადლობა გადავცე და მეც დიდ მადლობას მოგახსენებ და ნამდვილად ეს იქნება და ეს გამოვა ეს ნაწარმოებიც ბოლოს აი წლის ბოლომდე ყველაფერი იქნება და მოკლედ რა ვთქვა ახლა ბევრი ვარ ვილაპარაკოთ აი ეს 31 წელი ესე მაქვს გატარებული დიდებულია მე ვფიქრობ რომ წინ ძალიან ბევრი რამ არის კიდე ძალიან აი იცით რა არის თქვენი პიროვნება არის ხელისგულზე სატარებელი ჩვენს ქვეყანაში და მოგეხსენებათ გექნებათ თქვენს ეს ინფორმაცია რომ სამწუხაროდ ბევრი არ არის ის ადამიანი ემიგრაციაში რომელიც თავის ქვეყანას წარმოაჩენს იმ დიდებულებით რა დიდებულებითაც წარმოაჩენთ თქვენ ბევრი არა მაგრამ არიან აი ეს არის მანათობლები აი მანათობლები ცაზე აი ვარსკვლავები რო იტყვიან რომელიც სიბნელეს შელეწავენ და ეს სინათლე და ეს კულტურა და ეს ჩვენი სული გააქვთ უცხოეთში აი იცით შეხვედრა მქონდა ფრანგებთან რამდენიმე წლის წინ და ესეთი საერთოდ გამიკვირდა კიდევაც რომ საერთოდ რატომ მოითხოვეს მეთქი უნდათ ბაგრატონთა დინასტიის წარმომადგენელთან შეხვედრა და მე და ჩემი მეუღლე შევხვდით მათ და ესე იგი ესეთი რამ თქვი იქ რომ ჩვენ რომ 200 წლის წინ შევხვედროდით ერთმანეთს აი საქართველოს ყველა მიცოდა. უბრალოდ მე რუსეთის 1801 წლიდან უკვე შეიძლება ვთქვა 1800 ალბათ 15-20 წლიდან ვექცევით რუსეთის იმპერიის ჩtildeქვეშ და უბრალოდ თაობებს დაავიწყდათ, თორემ საქართველოს ყველა მიცოდა მსოფლიოში. ანუ ეს ახლა სადაც ცივილიზაცია იყო, იქ იყო ყველგან საქართველოს. აი ერთ-ერთ წიგნშიც მაგალითად ნიკო ბურის ნაწარმოებში ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში და ბური არის გლეხი ჰოლანდიურად. ესე იგი, იქ იყვნენ და ძალიან საინტერესო ხო ის პერიოდი არის და ესენიც ადგილობრივი მაცხოვრებლებიც მონებად კი არ ყავდათ. ეხმარებოდნენ და ხელფას უხდიდნენ, ერთად მუშაობდნენ. და მონებად არ ყავდათ ისეთი და აი აპარტეიდი არ ყოფილა ეს მე შემდეგ ინგლისმა შემოიტანა ეს. ძალიან ის მეგობრულად იყვნენ და ესე იგი ეს ნიკო რომ გაუგია რომ ესე იგი ინგლისი თავს დაესხა და ესე იგი ისო მოხდა გულზე რომ აი პატარა ქვეყანას ესე იგი როგორც აი საქართველოსავით ისა და რომ ჩავიდა და გვერდში ამოუდგა და იბრძოდა და ამათმა ინგლისის იმას ნიდერლანდის მეფეს თხოვნა გაუგზავნეს რომ თავს დაგვესხა გვიშველეო და იმან უარი უთხრა და აი მე ვთქვა თქვენმა მეფემ უარი გითხრა და ჩვენი პრინცი ჩამოვიდა და დაგეხმარა და გვერდში ამოგიდგათ. ვთქვა აი რამხელა ის არის და ეს არის ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიები და ნამდვილად იცოდნენ ისიც რომ მე ეს ტყვეების აყვანაზე ამასაც კიდე ჰოლანდიელებსაც ლამაზად ვაჩვენებთ, იმიტომ რომ აი ესეთ მომენტი იყო. ერთმანეთი ტყვეებს რო აიყვანენ სამხედრო, ინგლისელები რო აიყვანენ ტყვეებს, თქვათ ჰოლანდიელებს
საღამოს ესე იგი ვინც იყო რა უყოთ ამათ დააყენებდნენ კედელზე და ხვიტავდნენ. ჰოლანდიელები რო აიყვანენ ინგლისელებს ესე იგი უე საწლებიო დაღლილებიო ნაბრძოლებიო აჭმენდნენ წადით სახშიო და ერთ-ერთი თვე იყო ჩერჩილი. უინსტონ ჩერჩილი იყო მაშინ სამხედრო კორესპონდენტი. ახალგაზრდა ბიჭი იყო სამხედრო კორესპონდენტი და ესე გადაარჩინა ჰუმანურმა და ბატონმა ნიკომ და ბატონ ნიკოც რომ შემდეგ თვეთ აიყვანეს და ეს სიტუაციებია და რო გაიგეს ვინ იყო, ნუ ძალიან და ყველა ჯერთი პეტრე ბაგრატიონსაც მაშინ ყველა იცნობდა, ესე იგი თურმე ყველა აკადემიაში სამხედრო იმაში სწავლობდნენ სტრატეგიას და იმას, ჩვენი პეტრე ბაგრატიონის იმით, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი პიროვნება იყო და ნუ მოკლედ ის რო ხრიტავდნენ ეს ვინახა და რო გაიგეს რომ ბაგრატიონი იყო და გაიცნენ გენერალთან და ეს პრინციპი ყავს ამის როგორ შეიძლებაო ესა და მოკლედ იმ გენერალმა შენო რატო გვებძიო და თქვენ დაგესვით და მე ხალხს ვიცავო ესე იგი და პირიქითო აქ და მოკლედ ეს გაუშვით ეს კაცი აქედან საინტერესო ამ თვითონ ნაწარმოებში ბევრ საინტერესოს ხედავ სხვანაირად აი წიგნიც რომ წაიკითხო ჩვეულებრივად აი რაღაცნაირად კითხულობდა აი თარგმანიც არის აი ვითომ შენ ცხოვრობ ესე იგი რომ წაიკითხავ ეს უნდა გაიასრო შემდეგ და შენი ენით განიცდი ამ ყველაფერს შენი გაცდა ეს გადმოსცე ეს არის ლიტერატურული ის არ არის პირველი მე საბუთებსაც თარგმნი ვარ ანაფიცი თარგმნელი და ყველაფერი ესე იგი ოფიციალური თარგმნელი ვარ მაგრამ ეს ლიტერატურა არის სულ სხვა ესე იგი ეს განცდის გადმოცემა არის და ესე იგი ჩემთვისაც ძალიან ბევრი რამე შევისწავლე ვითომ ვიცოდი და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე კიდევ დიდი უკაცრავად შეიძლება ბევრი მომიწია არა რასაუბრ პირიქით ეს არის ძალიან არ ვიცი თუ კიდე ეხლა ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა მაგრამ თქვენ თუ რამე გაქვთ სათქმელი ბრძანეთ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ საზოგადოებისთვის აუცილებელი არის ამის ცოდნა ამის ცოდნა და მაგალითის მიცემა ახალი თაობისთვის ახალგაზრდა თაობისთვის რომ მათ იცოდნენ რა ფესვებზე დგანან და მაი რამდენად დიდი კულტურა და სულიერება და ადამიანობა არის მათში და ამ ჩვენს ფესვებში რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფრით იამაყონ და ამაზე მყარად დადგნენ. ბატონო არის აი თეატრი ჩვენთან სამოყვარულო თეატრი ათინათი და დგავენ სპექტაკლებს და რა თქმა უნდა ქართულ ენაზე დგავენ და ესე იგი მე ტიტრებს უკეთებ რომ ჰოლანდიელებმა წაიკითხო რაზე არის ლაპარაკი და ძალიან ახალგაზრდები არიან ძალიან კარგი სპექტაკლი არიან გოჩას მაგალითად ჰოლანდია კი არ მე მგონი სოფლიო იცნობს ისეთი ხო ნაშრო ისენი ნამუშევრები აქვს ისეთი და ნუ აი ვართ რამდენიმე კიდე ალბათ ლალიბუტბაია და ის რამდენი დავასახელო არიან ეხლა ყველა არ არის რა თქმა უნდა ზოგი მცხვენია ხომ თავიდან ეხლა სხვადასხვა იუსტიციის სამინისტროში ვარ ოფიციალურად თარგმნელი ზოგიერთი ისე ხდება და სამწუხაროდ ესეთი რომ დაინახა ქართველები ყველა ნარკომანი არისო ყველას და ვინ ჩამოდის C ჰეპატიტი მაქვს ყველა პირველი კითხვა არის რამე ხო არ გაწუხებს C ჰეპატიტი მაქვს ნუ აი ეს გულზე იმდენად ესე იგი მე ვცდილობ რომ საქართველოს წარმოაჩინო მაგრამ ნუ მესმის გაჭირებული ხალხი ალბათ ისეთი მოდიან რაღაცას ეძებენ ვერავის ვერ გამსჯი ნუ განსჯი და არ განისჯები მე ძალიან ეს მორწმუნე ვარ და ის რა თქმა უნდა უჭირთ მაგრამ აი სამწუხაროდ ცოტა სხვა მხრიდანაც ხედავენ ხოლმე ქართველებს რაზეც გულზე ხდება მაგრამ ნუ გაჭირებულს დახმარება ჭირდება და ესეც მისაღები არის აი დათო თუთაშხიაში კარგად არის ის გადმოცემული როდესაც ეუბნება როცა შეხვდებიან დათა და მუშინი ერთმანეთს რომ რას გასწავლიდით მე თქვენო რო თქვენი ოჯახის დესპანი უნდა იყოთო როცა გარეთ გადიხართო და როცა უცხოეთში მიდიხართ თქვენი ქვეყნისო აი ეს მომენტი მინდა რომ ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებით აი კონდეთ თავიანთ გულში და მე მინდა ვისარგებლო მეც ამ მომენტით და აი ჩვენ ემიგრანტებს რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასახელებენ მე შეიძლება არა მაქვს იმის უფლება რომ განსაჯო და განვთქვათ განვიკითხო არ განვიკითხავ და არ განვსჯი მაგრამ ვიტყვი დავაფიქსირებ იმიტომ რომ სიმართლის თქმაც ხო უნდა სიმართლესაც ხო აუცილებლად თავისი ფასი აქვს და ესეთ რამეს ვიტყვი რომ ყველას აი
მუხს მოგიდრეკთ და უღრმეს მადლობას გადაგიხდით, ვინც თქვენი რო თქვა თამადობით სადღეგრძელოსავით გამოდის, მაგრამ არა უშავ ჩვენი სადღეგრძელოები და ჩვენის მთელი უდიდესი სისტემა არის ცოდნის. და აი ვინც ასახელებს ჩვენს ქვეყანას, აი ყველას აბსოლუტურად და განსაკუთრებით ნიდერლანდებში და მე ჩვენი ფონდი შევეცდებით, რომ აბსოლუტურად ყველა ვანახოთ ჩვენს ერს, ჩვენ ახალგაზრდებს და ყველას დავუფასოთ, თუნდაც იმითი, რომ ელემენტარულად მისი სახელი და გვარი, აი, როდესაც აქ იქნებიან ჩვენი გადაცემა მზად არის ჩვენი ტელევიზია, მზად არის ყოველთვის, რომ აი ამ მიმართულებით წარმოაჩინოს ზუსტად აი ესეთი პიროვნებები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არჩილ. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობას გიხდით თქვენ. ჩვენი ერის საამაყოშვილი ბრძანდებით და ჩემი პატივისცემა, დინასტიის მუდანაც პატივისცემა და აგერ ჩვენი წარმომადგენელი იქნებით ნიდერლანდების სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოში. სამეფოში მეთქი საიდან მომივიდა პატივისცემა ტელემაყურებლო რაღაც ხანდახან. მოკლედ თავარი ის მომენტია, რომ სამების მადლი შეგვეციოს, ესე ვიტყვი. და მოკლედ თანამედროვე დროს, აი დღეს შევქმნათ ის ფუნდამენტი, რომ თუნდაც ჩვენს ხელისუფლებასაც შევუწყოთ ხელი იმ ფონზე, როდესაც ძალიან დიდი დეზინფორმაცია, ინფორმაციული ომი მიდის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინოთ და შევქმნათ ის ფუნდამენტი, რომ სამეფო დინასტიამ შექმნას ის ფონი და ფუძე იმისა, რომ ეს ურთიერთობა აღვადგინოთ და გქონდეს ჯანსაღი ჯანმრთელი ურთიერთობა ევროპასთან და ნუ ამ შემთხვევაში ნიდერლანდების სამეფოსთან. უღრმესი მადლობა მოგახსენებთ. უღრმესი მადლობა. მადლობა.